საზოგადოება წარმოდგება იმით თუ რაზე მუშაობდა ბოლო წლებში, რას აკეთებდა, რას თავაზობს ქვეყანას, რას თავაზობს კითხავს. ჩვენ დღეს გვაქვს პრეზენტაცია წიგნის, რომელიც არ იქნება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი რიგითი მოვლენა, რადგანაც ის ეხება ძალიან მნიშვნელოვან სფეროს, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს დღევანდელი საქართველო. რა წარმოადგენს საქართველო თავისი ბუნებრივი რესურსები, თავისი ისტორიული გამოსხულები, თავისი იმ სიმდიდრით მატერიალური თუ არამატერიალური სიმდიდრით, რომელიცაც დღეს ჩვენ უნდა ავიაზოთ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურად და განსაკუთრებით მისი მომავალი. ავსახოთ გეგმები, ავსახოთ ამ გეგმების გახორციელების შესაბამისი გზები. ორმა ქართველმა საკმაოდ ცნობილმა მეცნიერმა, ბატონებმა გივით ალაგვაძემ და იოსებ ბარჩოძემ წარმოადგინეს საკმაოდ წყალტანიანი წიგნი საქართველოს ინტეგრალური რესურსები, საქართველოს სიმდიდრეები. ამ თემაზე საქართველოს რესურსებზე არაერთი წიგნი დაწერილა, არაერთი პუბლიკაცია ყოფილა, მაგრამ ესე კომპლექსურად დანახული არამხოლოდ მხოლოდ ბუნებრივი რესურსები არამედ სწორედ ინტეგრალური რესურსები, სადაც მატერიალური და არამატერიალური მომენტები ერთად არის განხილული, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია. თანაც ამ ნაშრომი, ეს ნაშრომი, რომელიც პრეზენტაციას საფუძვლად არის ამ თემაზე შესრულებული მეორე გამოცემა, რადგანაც იმავე ავტორებმა 2023 წელს პირველი გამოცემა გამოუშვეს ამ წიგნის. ეს უფრო შევსებული და უფრო ძელი ვარიანტია. ფიზიკურადაც თუ შეადარებთ ამ წიგნს, ნახავთ, რომ ფიზიკურადაც დასვება ამ წიგნის შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მეგობრებო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის პატივია დღევანდელი სიტყვის გახსნა და აქ არსებული სქემის მიხედვით შევთავაზოთ, რომ დღევანდელი პრეზენტაციის ჩატარებაში დამოკიდებულება ხალხური მედიაებში, რომელიც ჩემს მარჯვნივ გახლავთ. თხოვთ მიაქტიუროთ, მივიღოთ მონაწილეობა. ეს პრეზენტაცია არ განხილვა და საინტერესოა, როგორი იქნება დამოკიდებულება ჩვენი ქართული სამეცნიერო საზოგადოების, ჩვენი სპეციალისტების, ჩვენი ექსპერტების ასეთი ნაშრომის პუბლიკაციაზე. დიდი მადლობა ბატონო. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით თითო თქვენთაგან სწრაფ საზოგადოებას. მართლა ჩვენი დღეს შევხვდით ერთმანეთს არჩეულებრივი წიგნის პრეზენტაცია. ძალიან საინტერესო მრავლის მომცველი. და ვთვლი, რომ თითოეულ მოქმედმა ქართველმა უნდა იცოდეს აი ამ წიგნის არსებობა, რომ იხელმძღვანელოს თუ რანაირად შეიძლება ქვეყანაში იყო რესურსით უზრუნველყოფილი და გამოყენებული. მოგილოცავ კიდევ ერთხელ ბატონ გივით ალაგვაძეს, ბატონ ზურაბს მოგილოცავთ ჩვენს ქვეყანასაც და ქართველებსაც და საზოგადოებას მოგილოცავ ამ წიგნის არსებობას. მე ნაწილობრივ გავეცანი, რა თქმა უნდა, მთლიანად შეუძლებელია მისი მოკლე დროში შესწავლა. არის ძალიან საინტერესო, არის რაც თავია წიგნი არის ძალიან ენციკლოპედიური, როცა დაგჭირდება რაიმე ინფორმაცია არის ზუსტი, არ გჭირდება მისი გადამოწმება და სრულიად შესაძლებელია, რომ ამ სახელმძღვანელოთი იხელმძღვანელო კონკრეტულ საქმეს. ბატონ გივი, პირველ სიტყვას გადაგიცემთ თქვენ დიდი პატივისცემით და დიდი მადლობა. მეც ცოტა გავიცეთ. პირველ ყოვლისა მინდა მადლობა მოგასცემოთ მოგზაურებისათვის და ჩვენი პოზიციების წინასწარ გაზიარებისათვის. რა მინდა თავშივე აღნიშნო. რესურსები ყველა სამომგენია, როგორც ბუნებრივი რესურსები და ის ფაქტობრივად მართალიც არის. ბუნებრივი რესურსები საქართველოში გამოსულია ლიტერატურა იმ ცენტრში, რომელსაც
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს. გამოცემული აქვს რამდენიმე ნაშრომი აქვს გამიგო. პირველი ნაშრომი იყო პრიროდნი რესურსი გრუზიის მოხსენება. საბჭოთა კავშირის დროს დაიწერა და ამიტომაც რუსულ ენაზეა გამოსული. შემდეგ გამოსულია საქართველოს ბუნებრივი რესურსების კაპიტალური გამოცემა, რომელმაც აღიარება და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა 2015 წელს. ეს რესურსების ცენტრი არსებობს, მოქმედებს, აღიარებულია, მეც ახლავად ამ ცენტრის წარმომადგენელი და 2007 წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში არ მოღვაწეობდა. მაშინ იყო ასეთი ორგანიზაცია თავისუფალი აზრის სახით. ეხლაც არსებობს. და ამ ორგანიზაციამ იკისრა საქართველოს მოსახლეობისათვის გაეცნო ის რის პატრონია საქართველოს. არა მარტო ბუნებრივი რესურსებისათვის, არამედ ისტორიულ-კულტურული რესურსებისათვის. ადაპტაციის, გავლენის, გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური და ეს ჩამონათვალი შეგვიძლია ძალიან გაუგრძელოთ ამ რესურსების დღეს პრეზენტაციას ვატარებთ წიგნისას, რომლის პირველი გამოცემა მოხდა 2 წლის უკან 2023 წელს და შეიძლება დააგეს ინტეგრალური რესურსები 2 წელიწადში ერთხელ ახალი გამოცემა უნდა. საქმე ის არის, რომ თქვენ მოსმეხართ რა ხდება რესურსებში. არის აბსოლუტური პრობლემა. რესურსების თემატი კი არა პოლიტიკაში, ეკონომიკაში და მე ჩვენ მიგოჩნია პედაგოგოსოს რომ არის ისეთი ქვეყნების დრო მოვიდა, როგორც საქართველო. საქართველო არის ძალიან მდიდარი ქვეყანა. წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს ეს ნიველირებული იყო ეს აზრი, იმიტომ რომ რუსეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და სხვა რესპუბლიკების რესურსებთან შედარებით საქართველო არც მოსახლეობით გამოირჩეოდა, არც ტერიტორიით და მისი რესურსები ოდნავ შენიღბული ვიდა. დღეს როცა საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ მიგოჩნია, რომ საქართველოს მთავრობას ჩვენ ვეხმარებთ. ვეხმარებთ იმაში, რომ უკეთ დაინახო რას ხელმძღვანელობენ, რა ქვეყანას უდგანას სათავეში. უშუალოდ მომიერებს და ოდიში მოიხარეს ძალიან საინტერესო თემა და მაგრამ ეს არაკნინებს დროინდელი ფელიშეტების პრობლემს და ხასიათს. 2025 წელს ჩვენ მოხალისებთ ამოგვეცა საქართველოს ინტეგრალური რესურსების მეორე გამოცემა. რატო ასე მალე და რატო ასეთი მომპეზურობა შეიძლება ვასწავლოთ. საქმე ისაა, რომ სოფლის საფუძველი უნივერსიტეტში ეს კონსტრუქტორი რესურსების კურსი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული გადაწყვეტილება და პირველი სექტემბრიდან დაიწყება ამ კურსის რესურსების კითხვა ბაკალავრიაში და მაგისტრში. ესე იგი ხდება იმის ახმა და იმის გაგება, რომ რესურსები არის ქვეყნის უსაფრთხოების და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ
პრეზენტაციას ამ წიგნისას, მაგრამ გარკვეული კომენტირებით შემოგვიყვებით. სულ 20 სლაიდია, დიდი დრო არ დაჭირდება ამ წიგნის პრეზენტაციას, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, რომ განსაკუთრებული პრობლემა გავუწიოთ იმ დებულებებს, რომელიც შედარებით დასაწყისია. პრეზენტაციას წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ინოვაციური ალიანსი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა წელს და რომელსაც აქვს მიზნად არა მარტო ინტეგრალურ რესურსებზე საუბარი, არამედ საქართველოს ყველა სიმდიდრეზე საუბარი. ჩვენი დღევანდელი შეფერება ეს არის პირველი ეტაპი ამ საუბრის ასწავლისა. ეს შეგავსოთ რამდენი პროექტს. აქ მოწვეული არიან ბიზნესის, ხელისუფლების, პრესის წარმომადგენლები და ვიგვაშია, რომ მათი რეაქცია, მათი გამოძახილი ამ პროექტებზე მომავალს გამოსაზრდავს. შეიძლება ეს გახლავთ ის ძირითადი პროექტები, რომელიც ჩვენი აზრით არის საქართველოსთვის და უცხოელი ინვესტორებისათვის ძალიან საინტერესოა. სამხრეთ კავკასიის ინტეგრალური რესურსები, ენერგეტიკა, ეთილშობილი მეტალები, გარემონტაციური პროექტები და ასე შემდეგ. ხედავთ რა პროექტებია საუბარი. ყველა ამ პროექტს აქვს საფუძველი მათზე საუბრისა, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, თითოეული შინაარსი, თითოეული ამ პროექტისა კარგად არის ცნობილი და წინასწარი სამუშაოები ჩატარებული. საქართველოს ძირითადი ინტეგრალური რესურსები ეს არის სასმელი წყალი და დავაკანეთ პირველად. იცით თქვენ რაოდენობით დიდია დეფიციტი მსოფლიოში სასმელი წყლის. საქართველოს განსაკუთრებული რაოდენობით სასმელი წყლის არ გამოირჩევა, არც მინერალური წყლის, მაგრამ შემდეგ თუ ნახავთ მინერალური წყლის 102 საბადოა საქართველოში, რომელთა შორის ძალიან ცოტა თუ არის ათვისებული სამრეწველო მასშტაბი. აი თქოს მიაქციოს ყურადღება საქართველოს ადგილს მსოფლიო რესურსებში. პირველი არის უნიკალური სასწავლისი გარემო. ჩემს შთაბეჭდილება, რომ ჩვენი თანამედროვე ქართველები, თანამედროვე მოსახლეობა ძალიან გამოშინაურდით საქართველოს. იგოჩნია, რომ საქართველოს ჩვენია, წინა თაობები ასულები არიან, მომავალი თაობები არ მოსულან და ის, რომ საქართველოს არსებობს სამ ათეულზე მეტი 3000 წელზე მეტია და გარკვეული ვერსიები 5000 და 6000 წელსაც ჩვენი სამშობლოს გეოგრაფია ეს ნაკლებად მოხსოვს. საქართველოში ძალიან უცნაურია ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა. ექსპორტი საქართველოში თითქმის 3-ჯერ მეტია, იმპორტი საქართველოში 3-ჯერ მეტია ექსპორტზე. ეს არის არანორმალური მოვლენა ჩვენი რესურსების, ჩვენი გარემოს და ჩვენი სიმდიდრეების აქმის თვალსაზრისით. ენერგეტიკაში ჩვენ ასევე ძალიან ჩამორჩენება ასთან დაკავშირებით რომ მოგვაქვს.
მოხმარება თითქმის იგივეა, რაც რეგიონში და სამხრეთ კავკასიაში. წარმოება გაცილებით ნაკლები. შუა თერმოთემ დაკავშირებით. გახსოვთ ეს თემა პირველად მიჯნაზე მე-20 და 21 საუკუნის აჯერდა. ყველაზე უფრო დაინტერესებული შუა თერმოთემ განვითარებაში არის სამი ობიექტი, სამი ქვეყანა შეიძლება იყოს, სამი გაერთიანება. ერთი არის ჩინეთი, როგორც მსოფლიო წარმოებელი, მეორე არის მომხმარებელი ევროპა და ნაციონალური ამერიკა. ჩვენ საქართველოს გაგვაჩნია ერთი უნიკალური საშუალება, რომელსაც ძალიან მეორე ხარისხოვანად თვლით ასე ჩანს, ეს არის შავი ზღვა. შავი ზღვა აკავშირებს ჩრდილო სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას დანარჩენ მსოფლიოსთან. და ერთ-ერთი არის მწვანე ფერით არის აღნიშნული აქ. ჩვენ უყურებთ ჩინეთიდან მომავალი თვირთები მოდის საქართველოში, აზერბაიჯანის გავლით და თურქეთში. და საქართველოდან შავი ზღვის გავლით ხდება ევროპაში. ჩინეთი მზად არის და არაერთხელ გამოუთქვამს ეს შეხვედრებზე, ფორუმებზე, რომ ჩაუდგეს სათავეში საქართველოს ჩათვლას, კომუნიკაციულ ჩათვლას ამ პროექტებში. საგადასახადო სამუშაო შეიძლება ცოტა ვულგარული ნათქვამია, მაგრამ საქართველოში ჩვენ არ ვზრუნავთ უსხური ინვესტიციების მოგებაზე. ვზრუნავთ მაგრამ ისევე ვზრუნავთ, როგორც ჩვენი მეზობლები. ჩვენ უნდა ვისვამთ გაცილებით უკეთესი. და ერთ-ერთი სლაიდი ჩვენი მოსაზრების შესაბამისად იძლევა გარკვეულ წინააღმდეგობას ამ. ეს არის საქართველოს ინტეგრალური რესურსების ჩვეულებრივი ცისფერი ნაწილის გარდა ჩვეულებრივი მონაცემები. ეს არის ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური რესურსები და ხელმარჯვნივ. ძალიან საინტერესოა აი ცალკე ეს არის სპეციალური რესურსი. არის სპეციალური რესურსი, ეს ის რესურსია, რომელთა გაერთიანება ბუნებრივ რესურსებში არ შეიძლება, ან და კომპლექსურად შეიძლება გამიხილოს. ეს არის საინფორმაციო ანალიტიკური რესურსები, კომუნიკაციური, საინვესტიციო, გეოსტრატეგიული და ასე შემდეგ. მეხუთე, მეექვსე და მეცხრე უნდა მიაქციოს განსაკუთრებული პრობლემა. ეს არის ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ტექნოლოგიების რესურსები. სადაც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ძალიან ჩამორჩება საშუალო მსოფლიო დამოკიდებულებას ამ რესურსებზე. საქართველოს მოსახლეობის ინტელექტის გათვალისწინებით, ჩვენი მეცნიერების განათლების დონის გათვალისწინებით ეს არის ყოველდღიურობები და ამ მხრივ წინადადები მზადდება გამზადებული ზოგიერთი და იმედია ამ მხრივაც ჩვენ წარმატებული გვექნება. ეხლა ერთი სლაიდი მინდა შევჩერდება განსაკუთრებით. ეს სლაიდი. ეხლა ნიდერლანდები და საქართველოს შედარებას. ნიდერლანდები მოგესალმებათ მსოფლიოში მეორე ექსპორტორია სულსათის. პავილოს თავი დავანებობს. სულსათის მეორე ექსპორტორია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ეს ერთი ციცქნა ქვეყანა, სადაც სახნავი მიწა არის 201 ჰექტარი, რომლის
გამოყენების კოეფიციენტი მაღალია, 180,000 ჰექტარი ახალმოსებული. რეზერვში კი გაუწია, მაგრამ განსხვავება საქართველოს ნიდერლანდებს შორის ის არის, რომ ნიდერლანდები ებრძვიან წყალს. უამრავ ინვესტიციას ადგილობრივს და პოზიტიურს წერენ იმაში, რომ როგორმე თავისი მიწა სახნავი მიწა გამოიყენონ მაქსიმალურად. შევხედოთ საქართველოს სახნავი აფხაზეთის და ოსეთის ჩაკითხვას 805,000 ჰექტარი. კონტროლირებად 760. გამოყენებული ოფიციალური მაღაზია არის 208 ჰექტარი. რეზერვში გვაქვს 500,000. წარმოიდგინეთ ეს რა რაოდენობა. ამის ნაციონალური აფიქსება მაინც უხდეს. აფიქსება და მარტივად ხერხს აფიქსებას უამრავი საშუალება უნდა, უამრავი მცდელობა უნდა, უამრავი ავტორიტეტი ჭირდება ძალიან მაღალი, მაგრამ 400,000 საქართველოს გამოყენება და ნიდერლანდები მოახერხა ნახევარს მოიწვიოს ჩვენი ექსპორტი ჩვენ აღარ ვიყიდით კიტს ჩინეთში და რუსეთში. აღარ შემოვიყვანთ სულსაც უცხოეთიდან. ყველაფერს ვაწარმოებთ ადგილზე. და ჩვენი ეკონომისტების აზრით, ვინც მუშაობს ამ საკითხებზე, საქართველოს შეუძლია 10 მილიონი ადამიანის თავისუფლად გამოყვება. ჩვენ დღეს გვექნება რამდენიმე გამოსვლა, რომ მაგაში დაწინდებით. ჩვენ ძალიან არ შემეშინდეთ ამ სიტყვის უდიოდ ვფიქრობთ ჩვენს ისტორიას. ჩვენ რეაქციას ყურადღება ბოლოხანებში ქსელში, ინტერნეტში, განსაკუთრებით ელექტრონულ საშუალებებში მიდის საქართველოს შესახებ ძალიან პოზიტიური მშელობა. რის თაობაზე, არაწიალისეულზე, რომელსაც ცალკე მშელობა ჭირდება. არამედ დამწერლობაზე, ისტორიაზე, პირველობაზე, საერთოდ მოსახლეობაზე. ქართველების მიერ მოწოდებული მასალის საფუძველზე კი არა, ობიექტურად ცნობილ მასალებზე დაყრდნობა. საქართველოს რომ ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის ყოველ ცნობილია, მაგრამ რამდენად იყენებს დღევანდელი ხელისუფლება, წინა ხელისუფლება, იმის წინა ხელისუფლება, მომავალი ხელისუფლება რეპუტაცია საქართველოში უნდა გაცილებით იყოს უფრო მაღალი მსოფლიოში, გლობალურ სივრცეში, ვიდრე ეს ვაკ. უმაღლეს დონეზე არ უნდა მოსახლეობა და გამიშვალისწინოთ ენტაბელური პროცესს. 4 პოზიცია დაართულია. არა დაფერი მისაწევი, მაგრამ მისაწევი რომ არის ალბათ დამეთანხმებული. მივადებით მოსახლეობას. საქსტატის ოფიციალური მონაცემები ყოველთვის არ გამოხატავენ რეალურ სიტუაციას. გარდაუვალი ხარჯები ხელადაც ეს სულსათის სამედიცინო უსაფრთხოება, კომუნალური გადასახადები, პირველი მოხმარების საქმეები განათლება და საწყები. ალბათ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ამ გარდაუვალი ხარჯების დაფარვის რესურსი. ან უფრო იაფი უნდა გიდეს ეს ყველაფერი დასპილო გარდაუვალ ხარჯებში ამოყვანილი, ან დამატებითი წყალბების შემოსავლების უნდა გაუჩნდეს მოსახლეობას. ლაპარაკი არ არის 5% და 10%, ლაპარაკი არის მოსახლეობის უმრავლეს ნაწილზე.
პერსონალ ხარჯებს, რაც გულისხმობს ადამიანურად აუცილებელ დასვენებას, განათლების გადაფორმირებას, დამეთანხმებით, რომ ეს არის მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივ ვალდებულებებს უამრავს და კულტურულ განვითარებაზე მესამე ეს არის თავისუფალი ქართული, ამისგან ჯერ შორს ვართ, ამიტომ არ არის ჩამოთვლილი. გასაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს სამეზობლო პოლიტიკის სამეზობლო ურთიერთობებს. ჩვენი უშუალო მეზობლები არიან რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. მაგრამ შავი ზღვისპირეთი, რომელიც ფაქტურად სიარისეული რესურსია, ძალიან ბევრი. წყლის რესურსია ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივი რესურსები, კლიმატური, აღდგენითი, საკურორტო, უამრავი და გარდა ამისა, გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური რესურსებია ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი. საკონტროლო საჩენს აი იმასაც ბაზას მეკარებით რომ განვიხილოთ მომავალში. ეს არის აბსოლუტურად მომდენი ფაქტობრივად მეურვეობრივი მოსალოდნელი დასაბოლოება რომელიც იმედია ჩვენი დიდი ხალხი უნდა გამოსავალოს ეს კონფლიქტი დამთავრდეს მშვიდობიანად, თუმცა უბრალოდ იქნება ასეული, მაგრამ ირანი, ისრაელი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ერაყი, სირია ჩვენს რეგიონში შედიან. ეს არის დასავლეთის რეგიონი. რა თქმა უნდა, დღევანდელ საქართველოს იმის პრეტენზია περიქნება, რომ ამ რეგიონის ცენტრი სიარისეული რესურსია ძალიან ბევრი. წყლის რესურსია ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივი რესურსები, კლიმატური, აღდგენითი, საკურორტო, უამრავი და გარდა ამისა, გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური რესურსებია ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი. საკონტროლო საჩენს აი იმასაც ბაზას მეკარებით რომ განვიხილოთ მომავალში. ანთავისუფლების გადასახადისაგან კიდევ ორი წელი და ადრესეს ეს არის დაეთანხმებით თუ არ დაეთანხმებით საცხოვრისად ამსაყენებლად გადაიცეს ნახევარი სამაგერო ვინჩადებს სერიოზულ თანხას თუ ჩვენი გაგებით ჩვენი ქვეყნის გაგებით 500 მილიონზე მეც ის განთავისუფლება ყოველგვარი გადასახადისაგან 10 წლის განმავლობაში და გადაეცემა საცხოვრისად შეიძლება ვიღაცამ თქვას ეს არის გამხანველობა. როგორ შეიძლება საქართველოს მიწის უცხოელი სახით უცხოელი სახით ჩავარება. მაგრამ ეს ჩავარება არ არის. ეს ინვესტიცია ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების სამუშაო პირების გამონახავს. დღეს მე მომენტს ცხოვრობს. სოფელი დაცილებულია. არავინ არ არის ოფიში. დამხმარება. ახმარების ბიზნესი თუ აიყვანა ვინმე თუ უჭირდებოდა ადრესში ისაა. 30 ლარი დღეში ხდება 150 ევროს. ჩვენ თუ რეგიონალური განვითარების ასეული მდგომარეობა არ შევცვალეთ, არაფერი არ გამოვა. დემოგრაფია არის ძალიან ცუდი. აი ბატონიშვილის დამეთანხმება ორი წელია ჩვენ ვართ უარყოფითი ბალანსის მოსვლის საქართველოში. ესე იგი იბადებიან კაცელები ნაკლები ვიდრე გადასვლების საუბარი. ეს თუ გაგრძელდა ჩვენ ძალიან ცუდ შედეგამდე მივავთ. თან სატიტულო მოსახლეობაში ეს სატიტულო მოსახლეობაში ეს დასვენა. ჩვენ დღეს ვართ ოფიციალურად 3,700,000 პატიოში.
რეალურად ჩვენი მოსაზრებით ნაკლებია გაცილებით, იმიტომ რომ გასულია დოკუმენტები. ბოლო 3 წელიწადში 300,000 ქართველია გასული საქართველოში. თან იმ ასაკში, რომელიც არის რეპროდუქციული ასაკი. ქალები ჩარგობენ. ესე იგი ჩვენ გვეუბნება დემოგრაფიული უარყოფითი ბალანსის ახალი კალვა ქართული წლების შემდეგ. როგორც მოგახსენებთ, ჩვენი დღევანდელი საუბარი პრეზენტაცია არის დასაწყისი დიდი მსჯელობის, დიდი საუბრების და საქართველოს საერთაშორისო ნორმატიული ალიანსი, რომელიც ატარებს ამ პრეზენტაციას, აპირებს რომ საფულის ფრეები, 25 წლის საფულის ფრეები გამოიყენოს იმისთვის, რომ მოხდეს პროექტებზე მსჯელობა. ეს პროექტები, რაც მოგაყოლეთ, რაც მოგასმინდით, ეს არ არის ყველა პროექტი, რომელიც ისახულებს ყურადღებას, ასწია absolutურად ეს სივრცე. შეიძლება არის მომდევნო პროექტი, რომელიც გაცილებით უფრო ენტაგრებული, გაცილებით უფრო შეგასიარე და გაცილებით უფრო გამოსადეგი იქნება პროექტისათვის. მადლობელი ვიქნები თუ ამ პროექტების შესახებ ინფორმაციას მოგვაქვს. მეორე ეტაპი ჩვენ გვაქვს რეგული 25 წლის არჩევნების შემდეგ ოქტომბრის ბოლოს. სადაც მოხდება პროექტების შერჩევა და განხილვა. მაგრამ ეს არის მეორე ეტაპი და სიმბოლოები და მესამე ეტაპი. პროექტების რეალიზაციის დაწყება ეს ალბათ უნივერსიტეტში მოხდება. ეს რა თქმა უნდა დაწერა ამისი ადგილია ძალიან და გამოცხადება, მაგრამ გაცილებით რთულია ამის მიღწევა. ამიტომაც ამ საზოგადოების გამგაცობით ეური ვერ მოვიდა ჩვენს პრეზენტაციაზე ზოგი გამოვხილვა თავადში კომიტეტების ფორმირება თავად ეკარებს თავად არის ის რომ ჩვენი დღევანდელი შეკრების ჩიმასი ახდება ცნობილი პრესითაც ტელევიზიებითაც და იმედი გვაქვს რომ ფართო გამოხმაურება ექნება ჩვენ საზოგადოებაში. მე თავს ამით არ შეგაცდეთ და დიდი მადლობა ბატონო. Prezidentului informacijas, protħazgaw swan garmenu swan, resursების ცოდნა, შეფასება, ისი კომპლექსი ნახევა, ეს არის ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ქართულმა ბიზნესმა და მარტო ქართულმა ბიზნესმა ინვესტორებმა, პროდუქტულმა ძალებმა რეალურად შეაფასონ საქართველოში არსებული ვითარება ეკონომიკის და მიიღონ სწორი ობიექტური გადაწყვეტილება ქვეყნის მდგრადი სტაბილური დინამიური განვითარებისათვის. ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები, რომ ამ რესურსებში იქნება რაციონალური გამოყენება და ამ გამოყენების საფუძველი არის ის ცოდნა, ის კომპლექსური ინფორმაცია, რომელიც არსებობს და რომელიც სრულ ესახება ჩვენ შევეცადეთ აღნიშნულ მონოგრაფიაში. უფლებაც არის ის ათვლის წერტილი, რომელიც წარადგება დასახელებული ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყნა განვითარდეს უფრო ძლიერი და უფრო სასაჩინო როლი და მნიშვნელობა დაიკავოს საერთაშორისო დონეზე, იყოს მოვთხოვარ და აქტიური სუბიექტი და არა ობიექტი. დიდი მადლობა ბატონო. მოგესალმებით ბატონებო.
მეცნიერთა კონგრესი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი დღევანდელი ჩვენი შეხვედრის. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგრძალებით. მე მინდა უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით მიმართო მამა გიორგი ზვიადაძეს, რომელიც ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, როგორც სასულიერო კაბინეტის ხელმძღვანელი რექტორი, ძალიან სასიამოვნოა მისი მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რესურსებზე ვსაუბრობთ და გუშინ აქ არის ლიტერატურის საქართველოს ახალი რედაქტორი ბატონი ჯუბაგებელი. ჯერ მივესალმოთ და მიხარია, რომ ასეთ საინტერესო მწერალი პოეტი ჩაუდგა ლიტერატურის საქართველოს სათავეში. გუშინ ბატონ დავით შემოქმედებთან ერთად და ბატონ მედია ბაშიძესთან და ძალიან ბევრი პიროვნებასთან ერთად ვიყავით წყალტუბოში. გუშინ იყო 95 წელი უდიდესი მწერლის ოტიო სერიალის და ჩასული ვიყავით და მეცნიერთა კონგრესმა ძალიან სერიოზული ორგანიზაცია გაუკეთა თვითონ იქ წყალტუბოშიც კი რომ ჩვენ ხაზგასმა გავეკეთებინა რომ ქვეყანაში არსებობს ასეთი დიდი გოლი მეცნიერთა კონგრესი და ჩვენ გუშინ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ შემოგვიმაზე რუსთავის თეატრში შეგვევა ოტიო სერიალის 95 წლის თავისუფლების იუბილეა, მაგრამ ეს ათო გავისმენთ. ჯერ ის სოფელთან დაკავშირებული კაცი იყო და ყველა აქტუალური დარჩა რომ გარესურსია წყალტუბო ყველაფერს თავი დაანებო როგორი მდგომარეობა, როგორი პერსპექტივა, როგორ საუბრობდნენ ადამიანები და როგორ შეიძლება რომ ყველაფერი მოვიდეს მოქმედებაში. აი ამ პიროვნების გელახუცარეთის ამ დღეებში გამოფენაში და ხალხთა კავშირში და გუშინ ამ პიროვნებას შევხვდით კიდევ ერთხელ ნახეთ მისი იცი და ვთქვით რომ ამ ნიჭის და ამ სიძლიერების, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების ქვეყანაში ამ დიდარ ქვეყანაში რომ შეიძლება ცხოვრობდეთ ღარიბად. ყველაფერი ამას ეს იგნი ამას ადასტურებს დიდი მადლობა მეცნიერთა ძალიან დიდ ჯგუფს რომელსაც ეს გააკეთა. უბრალოდ მე მინდა ვთქვა რომ დღეს მინდა საჩუქრად გადავცემ აი ამ შტაბს იგნი რომელიც თქვენ იქ ნახეთ ამ და ასიადებს მას ეს არის პირველი შენადანი რომელიც გუნდი იწყებს მუშაობას. ეს არა წიგნის ფასი, ეს არის პირველი შენადანი ვინც ამას შეიძენს რომ ეს დიდი ალიანსი ანუ ინოვაციური ალიანსი იწყებს მუშაობას და უამრავი ადამიანია მასთან დაკავშირებული. ამ ალიანსთან ამ ოფისს მე მინდა გადავცე აი ეს 4 წიგნი. ეს იყო უნიკალური რამ, როდესაც 2004 წლებში დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ საქართველოში ყოფილიყო 3 რამ. პირველი რისი პოტენციალი გააჩნია ქვეყანას, ანუ აგეკეთებინა სრული აღიარება, რა წარმოადგენს საქართველო. მეორე, რეალურად ამ მდგომარეობაშია ქვეყანა და მესამე, ამ მდგომარეობის ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ ეს პოტენციალი მოვიყვანოთ მოქმედებაში პროგრამა. მეცნიერთა კონგრესს სამთავი უკვე გააჩნია და დასრულდა დღევანდელი ამ პროგრამით 80-მდე ინდივიდუალური კონკრეტული პროექტია. ყველაფერი გამოკეთილად იყო ელაჩი, მე ამას ვისაც იქნება სურვილი და დავარიგეთ კიდევაც. ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელსაც სათაურად აქვს ილია ჭავჭავაძის ძალიან ძლიერი ნათქვამი ისევ ელაჩი. ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმორებლად და ერთმანეთის შეუღალავად და დაუმორებლად. ეს არის უნიკალური რამ. ჩვენ დღეს ყველას გვიმართავთ რომ ვინც ამ დარბაზში დაწუნებული მხარდაჭერილი იქნება რომ რა უნდა გაბაერთიანოს, უნდა გაბაერთიანოს ინტეგრალური რესურსების მოქმედებაში მოხდა. აი ეს არის ინტეგრალური რესურსები. ამიტომ შეიქმნა ეს ალიანსი და მინდა აღობილებით დავნიშნო რომ აი ეს როცა დაიწყო ეს საქმე, პირველი ჩანასახი ამ წიგნის სწორედ ამ წლებში გაჩნდა 2004-5 წლებში. ეს იყო თავისუფალი აზრის საქმე. აქ არის ისი ერთ-ერთი პირველი დირექტორი პეტრე ჩეიძე, ჩვენთვის ყველასთვის უსახარლესი პიროვნება, რომელმაც მაშინ ძალიან დიდი როლი შეასრულა და აქ მის გვერდით არის პიროვნება და ჩვენთვის ყველასთვის ამორჩეული და ემოაზრული კაცი ბატონი იოსებ ორჯონიკიძე და ბატონი გოჩა ძასუხოველო შემოგვიერთება, რომელმაც აი პირველი მხარდაჭერა გაუკეთეს აი ამ საქმეს და არ შეშინდა იმ პერიოდში. ეს 2004-5-7 წლებია და მისი პრეზენტაცია შედგა 2010 წელს და აი ძალიან ბევრ რამეს რომელიც ამ წიგნებშია ნახავთ აქ. ჩვენ ვიყავით წესიერნი, როდესაც ეს 4 თემური როგორც მოვიდა ახალი ხელისუფლება დაუგზავნეთ მაშინვე და უთხრით რომ აი ჩვენი მეცნიერთა კონგრესის პირველი შედეგები აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი. პრეზენტაცია შედგა 2010 წელს და ეს შედგა კონკრეტ პერიოდში უამრავი ადამიანი ესწრებოდა დღეს პარლამენტში ვთქვათ იგივე
ბატონი ვორსკი, რომელიც ერთ-ერთი მონაწილე იყო და განსაკუთრებული საუბრობდა იქ იმაზე, რომ როგორ შემძებით და როგორ შეძებით ყველაფერი ამის გაკეთება. იმეოს, ეს არის 2004-5 წლები. მე მინდა გითხრათ, რომ სიტყვა ავიდა იმის გამო, რომ ამ საორგანიზაციაში უშქეს როგორი აუდიტორია წარმოდგენილი. მინდა იცოდეთ ეს, რომ ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ ერთმანეთს და ასეთ შეხვედრებზე ნაკლებად ხვდებით. მე მინდა ვლადიმერ პაპოვას მიულოცა, რომ მისი წიგნი ეკონომიკის საკითხებზე გამოვიდა 1-2 თვის წინ ამერიკაში. უნიკალური წიგნია და ეს არის ბედნიერება, რომ ქართული მეცნიერის აი ასეთი წიგნი გამოვიდა ამერიკაში. ეს არ არის დიდი მოვლენა, ასე არ უნდა გავაკეთოთ და მე ძალიან გავიხარებთ, რომ ბატონი როინვეტრეველი არ არის მას უნდა გაეცეს კონფერენცია არ არის საქართველოში და ბატონი ლადოს ვიდეო რომ შეეჯავრებია, მაგრამ ბატონი ლადოს თორე მას ეთქვა პირველი სიტყვა ეს აკრონტ დავიწყებთ ამ ორგანიზაციებს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ აბზის ბატონი ნუგზარ უხაძე, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ აი დღევანდელი ჩვენი კონფერენციის მასალები გაშუქდეს საერთაშორისო პრესაში, გავიდეს ბევრ ამერიკაში, ევროპაში, მას ამის დიდი პოტენციალი გააჩნია და საერთოდ მოყავს ასეთი კაცი ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგი. მე მინდა ვთქვა, რომ აქ მე რამდენიმე პიროვნებას დავასახელებ. ბატონი რამაზ გახობიძე, აკადემიკოსი, ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი. ეს სიმდიდრეა ჩვენი ქვეყნის, ეს ორთავე პიროვნება, ამას აქვე ვითმოდი ბატონი თენგიზ ბატონი გიორგი ცივცივაძე და აქვე ბატონი გოჩა ცოფროაშვილი და ჩვენთვის ასევე გამოჩეული მას ძალიან ხშირად ტელევიზიით გამოდის ბატონი დავით გარეგაშვილი. აი ამ ადამიანებმა ერთ-ერთმა პირველებმა ჩვენ გვითხრეს ის, რომ ამ მიწას სჭირდება დიდი ექიმობა, ქართულ მიწას, დიდი პატრონობა, რომ ძალიან სერიოზულია ის პრობლემები, რომელიც აქ არის. ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი 22 წლის განმავლობაში იყო გერმანია, იტალია, საფრანგეთში ინსტიტუტის დირექტორი. ყავს ასეთი პიროვნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ზის ბატონი ალექსანდრე კასრაძე, გერმანული გამოცდილები და შალვა კაჭარავას პროექტი, ვისაც გახსოვთ, აი შალვა კაჭარავას პროექტის დიდი პატრონი დღეს და მე მიხარია, რომ აი ესეთი ინტელექტუალური პიროვნება არის, თქვა ეს ბიზნესთან დაკავშირებული. ისევე მინდა თქვა, რომ აი ქალბატონი ლედია რაშიძე, რომელიც აი ბოლო როგორც ითქვია, ამ მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი დიდი ძალიან გამოჩენილი შენაძენია. აი მიხარია, რომ ასეთი ინტელექტუალები მოდიან, არიან ბიზნესში და იგივე ეს ქართული საოცრ საზოგადოება ქართულის გენერალური და ქართულის დირექტორია, აქ არის კიდე მეორე დირექტორიც ბატონი ნიკოლოზ მევალიშვილი და ამ იმის ხელმძღვანელი აქ არის კიდე ერთ-ერთი ამის ხელმძღვანელი და გამოჩენილი პიროვნება, ესენი ძალიან საინტერესო პიროვნებები არიან, ასოგი ბატონი ფესი ყველაშვილი და ამის სათავეში ბატონი რომან ლუგუარა, ეს რომელი ამის შეავადყოფის გამო ვერ ისრება ამ შეხვედრას. მე მინდა დღეს გითხრათ, რომ აქ ზის ბატონი ამირან აბსიაუ ჰაერისგან მიიღო ამ კაცმა ელექტროენერგია. განავითარა მაქსველის თეორია. აქვს სოფლიოში აღიარება. მისი წიგნი იყიდება ინტერნეტში. საქართველოში ყურადღება ნაკლები აქვს. ძალიან მინდა, რომ ამ ადამიანების მიმართ ყურადღება იყოს გამოჩენილი. ინსტიტუტი და უცხოეთში აქვს რამდენიმე ინსტიტუტი გაფორმებული, საქართველოში პრობლემები შეუქმნეს, მაგრამ არ ეშვება და მიხარია, რომ ესეთი გულიანი და გამოჩენილი კაცი არის თქვათ ამ სისტემებში. ბატონი გიორგი ცივცივაძეა პიროვნება, რომელმაც ოზონის ძალიან სერიოზული მასშტაბები, საერთაშორისო მასშტაბით შექმნა. საქართველოში ამას არ იცნობენ ბატონები და რადგან ჩვენ ტელევიზია ქართული გვეხმარება იმაში, რომ აი იქნება ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ეს არის მხარდამჭერი და ძირითადში აი გადაცემებიც კი იქნება საინფორმაციო ინოვაციური ცენტრის ექნება გარკვეული დრო ტელევიზიით, ისევე როგორც ყოველ შაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს 2 საათი აქვს მეცნიერთა კონგრესი, იქნება ეს გადაცემები და ტელევიზია ქართული ხდება როგორც თქვენ პატრონი, საინფორმაციო პატრონი ამ საქმის, ეხლა მე არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, მაგრამ მაგალითად როცა გაუგზავნეთ ეს ყველაფერი ტელევიზიებს, ვერმა თქვა, რომ ჩვენ ესეც საქმე არ გვაინტერესებს და პირველი ფორმულა თქვა, რომ ჩვენ ასეთი პროგრამები და საქართველოს განვითარების ისინი არ გვაინტერესებს, პროგრამა თავზე გვექცევათ. თუმცა თავზე გვექცევა, იმიტომ რომ პროგრამებზე არ ლაპარაკობთ და აი ფორმულა პირდაპირ ეგრე უპასუხო. მე მინდა აი ბატონი გიორგი ცივცივაძესთან დაკავშირებით, აი ეს ბატონი არ გამხარია, რომელიცაც ეს ყველაზე დიდი კონტაქტები აქვს აფხაზეთთან. უამრავი ადამიანი ჩამოყავს წლის განმავლობაში, მუშაობს მათთან, არის იქეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ძალიან ძლიერი პიროვნება, გულიანი კაცია, ბედჩემდარი კაცი ქვეყნისთვის. მიხარია, რომ ჩამოვიდა დღეს სპეციალურად
ეს პიროვნება ქუთაისშია და აქვე დღეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი ისეთი ინტელექტუალური კაცი კი როგორც არის არჩილ პაპულაძე, რომელსაც კაპიტალი დააბრუნდა ბანკი და ის ამერიკაშია და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბევრი პრობლემა გადაიტანა, მაგრამ როგორც თქვენ არხის ხელები არ ჩამოუშვია. ბატონი ზურაბ ხუსიაშვილი არის პიროვნება, რომელმაც შავ ზღვაში ბევრად იბრძოლებოდა, რომ ნიკო ნიკოლაძის გამოთქმა საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი არის შავი ზღვა, ამაზე ბატონ სოსოსთან ერთად ხშირად საუბრობთ და შავი ზღვა არავინ ეს პოტენციალი არ იცის. აი ამიტომ ვამბობ იმას, რომ ეს პიროვნება არის, რომელმაც შავ ზღვაში უკვე ჩაიტარდა და ძირს იმაში აქვს აზველებს თუ რაღაც სხვა სიტუაცია თქვა, ვინც ეს არის ჯგუფი, აი როგორც ბატონი გიორგი ციცივაძე, ბატონი ზურაბ ხუსიაშვილი, ბატონი დავით გალეგაშვილი, ეს არის ჯგუფი, რომელიც ძალიან სერიოზულად და აგერ არის კიდე ბატონი გოგი ბენდელავა ის ახაზეთიდან, მაგრამ აი თვეების პროდუქტების ხაზით, რაიმე პროგრამა არსებობს ქვეყანაში, რამდენიმე პიროვნება, აი აგერ ბატონი დავით გალეგაშვილი, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, ეროვნულ ბანკში მუშაობდა, საგადასახადოში ყველა გამოცდილება გაიარა და თვითონ წამოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ინიციატივით, იმიტომ რომ მისი პროექტები რომ არ გავიდა, განანადგურებელი გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა გოჩა ცოცხლაშვილმა, როდესაც დაინახა, რომ იქ არ მიდიოდა საქმე ისე როგორც იყო. ეს ხალხი არის ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო და მე მიმაჩნია, რომ აი აგერ ზის ქალბატონი მარიამ კიკაძე. უბრალოდ მინდა ნახეთ თქვენ ეს ქალბატონი და მინდა გითხრათ, რომ ბატონ ახლა შენგელიასთან და ბატონ გოჩა ზასოხოვთან ერთად ეს ქალბატონი მუშაობს იმაზე, რომ 40-მდე ჯიში, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობდა საქართველოში, აი ხობლის და ერთეულები იყო, აღადგინა ყველაფერი თავის დროში, აქვს უნიკალური რომ დაგეცემული და 30 ჰექტარზე აწესა ასე იგი ხობარი, ეუბნებიან იმას, რომ გაუკეთეს სასუქი მიეცი, ქიმიური სასუქი მიეცი და გავასამართლება, გაუხმადებებაო. არის ბედნიერება, რომ ეს ქალბატონი არის კატეგორიული წინააღმდეგი და ამბობს, რომ მე არ ვაკადრებ საქართველოს იმას, რომ სასუქი არის და მოშხამული და ესეთი რომ იწევ ერთი წელი ეძებდა მიწას, რომელიც არ იქნებოდა მოწამული. კახელებს ძალიან დიდი მადლობა, ყველანი ეუბნებოდნენ. გვინდა რომ გაკეთდეს ეს, მაგრამ ჩვენი მიწა პრაქტიკულად არ მოერგა და კახეთში მიწას ვერ მიაგნეს, რომელიც არ არის მძიმე მდგომარეობაში. დღეს აი ეს ქალბატონი არის თვითონ ამის ნიმუში და ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ, რომ აიღებს აი ხობას, აქვს ჩვენ დღეს არ მოსულოთ ამ შემთხვევითი რამები. მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ძალიან კონკრეტული საქმეებია. ბატონი დავით საფაძეძის დღეს არის ამ პიროვნება, როცა მეცნიერებათა აკადემიაში მივედით და ბატონ ხუროძეს და სხვებს უთხარით, ამ პიროვნებამ დაშალა დეტალები, შაქრადაქცია და აი ამ დროს იმათ რას ხურობთ, ვითხრა ბატონმა ესეთი ხუროძე. მან უთხრა გავიდეთ და გაჩვენებთ ექსპერიმენტს, გავაკეთებთ რუსალში. ჩავიყვანეთ და დიდი ღირსება მინდა ბატონი რამაზ ხუროძის აცია ხელები და თუ ვერც კი წარმოგედგინა, თუ ამის გაკეთება შეიძლება. აგიზის ეს კაცი სახელმწიფო პრემიით ლაურეატია. უნიკალური რამეები აქვს გაკეთებული. მე აგრედა უნდა ბატონ პეტრეს ვახმარებულ ამ საკითხებში ახსოვს, ბატონ პეტრე ადრე გქონდა ჩვენ საუბარი და ეს კიდე არ არის. ეხლა ამერიკელები ყველანი ამერიკელებმა ძალიან დიდი ფინანსები გამოუყეს, ამბობენ იმას, რომ აი ესეთი სიმდიდრეა, ეს ხალხი არის ჩვენი სიმდიდრე, არის ჩვენი აკადემიკოსი და ყველა ეს პიროვნება, მაგრამ დიდი სიმდიდრეა ჩვენი ქვეყნის. არის აქ პიროვნება ახაბერ აეგზის, ახაბერ კაკაბაძე. ეს არის პიროვნება, რომელსაც პირველი კერძო მუზეუმი შექმნა საქართველოში. და როდესაც მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელები ყველანი მივედით, ეს ახსოვს ადრიანე ხობავს, ყველანი გამწვავდნენ, რომ როგორ შეძლო ამ კაცმა აი ამის გაკეთება. აი ეგ არის ეს კაცი და ეს არის მეცნიერებათა კონგრესი. აი ეს არის მეცნიერებათა კონგრესი. ეს არის რომ მე ამ შემთხვევაში შემძელი ის, რომ თქვა და ხალხის რაღაც კოორდინაცია გაკეთებული იყო, რომ ბევრი ერთმანეთს არ იცნობდა, აქ უნდა ურთიერთობები და რაღაც შესაძლებელი გახდა. ამ დღეებში ბატონი ამირან ადიიშვილი ეცევა, რომელიც ძალიან მშენებელია, გამოჩენილი კაცია, დიდი გამოცდილები და სასწაული რამეები მომხდარა, სასწაული რამეები. ეხლა მინისტრის მოადგილე იყო და ძალიან გამოჩენილი პიროვნება იყო, მაშინაც დღეს პრაქტიკულ საქმეებშია ჩართული და რაღაც რა გითხრათ, როცა ქვეყანას აქვს ასეთი ადამიანების ერთობა შეუძლია სასწაულის მოხდენა.
რეალურად ეს არის აი ჩვენ ამ დღეებში ხონდა ბატონ სოსო გაჩიაშვილთან ერთად ძალიან სერიოზული როგორი ანალიტიკური მასე ჯერ როგორი წიგნი გამოცა და როგორი სერიოზული ის აქვს ანალიზი აქვს თემატური მდგომარეობის და უნდა აკეთეს აი პერიოდში რაღაც მონიტორინგი ჩაატარეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აღმოჩნდა რომ ჩვენ ერთ-ერთი ურთულეს მდგომარეობაში ქარავნა ვართ ძალიან დიდი ჯგუფია მასთან შედარებით რაღაც მე როგორ გითხრათ ეს აქ ყველაზე ვერ ვსაუბრობ ჩვენ გარედან ახლა ბატონი კახაშენგელია დირექტორი და მესალმება ჩვენი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მესალმება ბატონი ირაკლი მონაგაძე ისიც მოწვეული იყო უამრავი ადამიანი ბატონი ჩხეიძე რომელიც არის ჩვენი წარმომადგენელი ნიკოლოზ ჩხეიძე ამერიკაში ჩვენი დიასპორის ხელმძღვანელი რაღაც უაღრესად მნიშვნელოვან რამეებს აკეთებს და ჩვენ ერთად მუშაობთ ძალიან ბევრ რამეზე სოფლიოს 14 ქვეყანაში მეცნიერთა ძალიან საინტერესო ჯგუფები შევკარით და ამიტომ მინდა იმედიანად ვიყოთ მაგრად ვიყოთ ეს ძალიან საინტერესო ხალხია ამის ხელიდან გაშვება ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება რომ ქვეყანას ასეთი წარმომადგენლები ყავს და ბატონ თენგიზ დიხამიჯიასთან რომელიც წარმოადგენს პირველ დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერთა ძალიან დიდ ჯგუფს და ხელმძღვანელობს ამას ამ დღეებში ქონდა საუბარი ჩვენ სასწაული რამეებია ქალბატონი ნატალი კაპრიზიზის რომელსაც საკუთარი თავი დადო რაც სახლი დადო დისკუსიებისთვის და მონაწყობ ყველაფერი ესე ქვეყანას ყავს ძალიან ძლიერი პიროვნებები ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ძლიერი პიროვნებების ერთობა შედგეს ეს არის ძალიან საინტერესო მიმართულება ეს წიგნი გვაერთიანებს ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ის რაც გააკეთეს ამ ორმა პიროვნებამ და ბატონი პეტრე და ბატონი სოსო დამეთანხმებიან რომ სწორედ 9 წლის წინ უფრო მეტია 2007 წლებში აი სწორედ გახდათ ბატონი გივი თალაფაძე იყო ამ საქმის ერთ-ერთი დიდი პატრონი და ამ საქმეს ხელმძღვანელობდა და აი მოვედით ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ეს წარმოდგენილი რაც ყველა შეიძლება ვერ ვთქვი მაგრამ ძალიან მიხარია რომ ეს კონფერენცია შედგა ძალიან მიხარია რომ მოდიან ინტელექტუალური ადამიანები ძალიან მიხარია რომ არ არიან განწყობილი იმისთვის ვინმეს ებრძოლონ ყველას გადაწყვეტილება ერთი გაგვაერთიანოს საქართველოს ინტეგრალური რესურსებისათვის ბრძოლა მისი რეალიზაციისათვის ბრძოლა ამაზე უკეთესი რამ არ შეიძლება იყოს დიდი მადლობა წარმატებები მინდა უსურვო ამ გუნდს ამ ალიანსს და ძალიან სასიამოვნოა ასეთ შემოგვიმობით ვართ დღეს აქ დიდი მადლობა